ახლა გავაანალიზოთ შემთხვევა, როდესაც ქვეყანა ხდება იმპორტიორი. ანუ ადგილი აქვს შემდეგ მოვლენებს. ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმის შემდგომ, ანუ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების გახსნის შემდგომ, აღმოჩნდება, რომ მსოფლიო ფასი ფოლადზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს ფასი მიღწეულია ქვეყნის შიგნით ბაზარზე ბუნებრივი წონასწორობით. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია დაკლებული ფასის ზეგავლენით ადგილობრივი მწარმოებლები გადახედავენ თავიანთი წარმოების მოცულობებს და ფასის კლების შემთხვევაში, როგორც ვიცით, მიწოდების მოცულობები მცირდება. ანუ ადგილობრივი მწარმოებლები ამზადებენ ფოლადის ნაკლებ მოცულობას და აწვდიან ადგილობრივ ბაზარს ახალ პირობებში. შესაბამისად, სხვაობა ბაზარზე, შიდა ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა მიწოდებას შორის იფარება უკვე გარედან შემოტანილი ფოლადის ნაწარმით და ამგვარად ქვეყანა ხდება იმპორტიორი. დავაკვირდეთ ჩვენს ნახას და გავიაზროთ ძირითადი ეტაპები აი ამ მოვლენისა. ფასი, წონასწორული ფასი თავისუფალი ვაჭრობის დაწყებამდე იყო მეტი, ვიდრე გახლავთ მსოფლიო ფასი ფოლადის ნაწარმზე, რომელიც ეკონომიკური საზღვრების გახსნის შემდგომ გახდა დომინანტი ფასი. შესაბამისად, მიწოდების რაოდენობა ბუნებრივია იკლებს და ამ შემთხვევაში ადგილობრივი მიწოდების რაოდენობა უკვე ნაკლებია, ვიდრე ეს გახლდათ ადრე ბუნებრივი წონასწორობის ფარგლებში. თუმცა დაკლებული ფასის პირობებში იზრდება მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე და სხვაობა ადგილობრივ მიწოდებასა და ადგილობრივ მოთხოვნას შორის, რომელიც წარმოადგენს აი ამ ფართობს, უკვე იფარება საიმპორტო ოპერაციების მეშვეობით. ეს მონაკვეთი არის სხვაობა. შესაბამისად, საფუძველი ეყრება საიმპორტო ოპერაციებს ადგილობრივ ფოლადის ბაზარზე. ახლა განვიხილოთ ჩვენ უკვე თავისუფალი ვაჭრობის შემოღების შედეგად არსებული სარგებელი. ბუნებრივია, როგორც ვიცით ჩვენ წინა მაგალითიდან, ყველა ეკონომიკური აგენტი, რომელიც მონაწილეობს აი ამ ბაზარზე, თანაბარ სარგებელს ვერ პოვებს ახალი თავისუფალი ვაჭრობის პირობებში. მაშინ დავაკვირდეთ და გავსაზღვროთ ჩვენ, თუ ვინ სარგებლობს მეტად და ვინ ზარალდება ამ ოპერაციების შედეგად, რაც ახალი აქტივობების შედეგად, რაც მოყვება თავისუფალ ვაჭრობას ფოლადის ბაზარზე ჩვენს კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ქვეყანაში. როგორც ხედავთ, ფასის ძველი ნიშნულის შემთხვევაში, ანუ თავისუფალი ვაჭრობის არარსებობის პირობებში სამომხმარებლო დანაზოგი გახდათ ფართი, რომელიც წარმოადგენს აი ამ A სექტორს. მსოფლიო ფასის დომინირების შედეგად თავისუფალი ვაჭრობის პირობებში სამომხმარებლოს დანაზოგს დაემატა ის მოცულობა, რომელიც ჩვენს ნახაზზე აღნიშნულია
B ასოთი, ეს ფართი და რომელიც გამოაკლდა წარმოებლის დანაზოგს. წარმოებლის დანაზოგი გახდათ ძველი წონასწორობის პირობებში ეს სამკუთხედი, რომელიც შედგებოდა B და C ფართებისაგან და შესაბამისად B მოაკლდა თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შემდგომ წარმოებლის დანაზოგს და მიემატა სამომხმარებლო დანაზოგს. სამომხმარებლო დანაზოგს ასევე მიემატა სამკუთხედი, რომელიც აღნიშნულია D ასოთი. საბოლოო ჯამში დაზარალებული აღმოჩნდა თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ადგილობრივი მწარმოებელი, რომელმაც დაკარგა B თავის სამომხმარებლო დანაზოგში, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ფასი გახლავთ ნაკლები ფოლადის პროდუქციაზე, ვიდრე დახურულ ბაზარზე იყო მიღწეული წონასწორული ფასი. ამგვარად, სარგებელს ახალ პირობებში პოულობს მომხმარებელი, ზარალდება წარმოებელი და მთლიანობაში ქვეყანა პოულობს ასევე სარგებელს, რომელსაც დაემატა, როგორც ხედავთ, D. აი კონკრეტულად ნახაზი, რომელიც გვიადვილებს ამ შინაარსის აღქმას სამომხმარებლო დანაზოგი ვაჭრობის დაწყებამდე A, წარმოებლის დანაზოგი ვაჭრობის დაწყებამდე, როგორც მოგახსენეთ, BC, თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შემთხვევაში სამომხმარებლო დანაზოგი, რომელსაც მიემატა B და D არეალი, შესაბამისად მომხმარებელი ამ შემთხვევაში მოგებულია და ზარალდება წარმოებელი, რომელსაც დარჩა ეს C სექტორი. ეს იმისათვის, რათა გაგვიადვილდეს აღნიშნული ეკონომიკური ოპერაციის შინაარსის ვიზუალური აღქმა, კონკრეტულად ცვლილებები დანაზოგში, როგორც მომხმარებლის და მწარმოებლის, ასევე მთლიან დანაზოგში წარმოდგენილია აი ამ განრიგში. და საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ მთლიანის დანაზოგიც კი სახარბიელოა ცვლილება მთლიან დანაზოგში, ვინაიდან იზრდება D არეალით, როგორც ჩვენ ნახეთ ეს ნახაზი. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია იმპორტის პირობებში საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად არსებული სარგებლის ანალიზი შევაჯამოთ. როდესაც ქვეყანა ხდება იმპორტიორი, ადგილობრივი მომხმარებლის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება და ადგილობრივი მწარმოებლის მდგომარეობა ზარალდება. მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა იზრდება, რადგან მომხმარებელთა სარგებელი აღემატება წარმოებლების დანაკარგებს.